მოგესალმებით, ჩვენ ისევ ზერთში ვართ, დავბრუნდით, როგორც დაგპირდით, რომ დავბრუნდებოდით და დღეიდან ვიწყებთ ჩვენ დასუფთავებას აქციას. ასევე ბავშვებს ჩამოუტანეთ ჟურნალი ცისარტყელა. ძალიან დიდი მადლობა გამომწერებს, დიდი მადლობა ვინც შეიძინა ეს ჟურნალები და ისეთი ბედნიერები იყვნენ ბავშვები და ანთებული ჰქონდათ თვალები სიხარულისაგან, რომ მადლობა თქვენ ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგნენ ამ კეთილ საქმეში. ჩვენი სტუმრები, გამომცემლობა ინტელექტი, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი და წამოვიდნენ ბავშვებთან. გამეცემთ რა უნდა? გამარჯობა, მე ვარ ია ტერნაშვილი, ჩემი ოცნება არ გამოვიდა ფსიქოლოგი და უბრალოდ მიყვარს წიგნების კითხვა. ამით დავასრულებ. კარგი, შენ? მე ვარ ნინო თოდაძე, 14 წლის და მინდა რომ გამოვიდე ქირურგი. და მეც ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა. და გიტარაზე დაკვრა. მე ვარ მარიამ დოთიაშვილი და რა მინდა რომ გქონდეს რაც ისეთი არ გვაქვს, გვინდა რომ გქონდეს ბიბლიოთეკა დიდი. რომ უფრო მეტი წიგნის წაკითხვა შევძლოთ და უფრო მეტი ცოდნა მივიღოთ, რაცაც სკოლაში არ გვასწავლიან, რომ გავავრცელოთ. და შენ რა გინდა რომ გამოვიდე? მე რა მინდა გამოვიდე? მე მინდა გამოვიდე იურისტი. შენ რომ სკოლაში სწავლობ? ზერტის საჯარო სკოლაში. ბიბლიოთეკა გინდათ რომ სკოლაში გქონდეს? სკოლის გარეთ რო იყოს. სკოლის გარეთ ადრე თქვა შენ ინფორმაცია, ოდესღაც იყო თქვენს სოფელში ბიბლიოთეკა? მქონი იყო ეკლესიის ადგილას იყო ხოლმე, პატარა ნაწილი იყო გამოყოფილი და იქ ჰქონდათ ხოლმე წიგნები. თიკაშ, პირველად იყავი ჩვენთან ერთად საოკუპაციო ზოლში, პირველად მოხვდი აი ასეთ გარემოში და გაიცანი ბავშვები, როგორია შენი რეაქცია? ყავს ეს ბავშვები ნანახი და უფრო გამიხარდა ადგილზე რომ ჩამოვედი და ადგილზე ვნახე და გავეცანი თუ რას წარმოადგენდა და ისიც კი გავიგე როგორ ძალიან ყვარებია წიგნები. პატარებო. ხარ გამეცანი? მე ვარ თამარი ტერნაშვილი. რამდენი წლის ხარ? 10. და ყველაზე მეტად რა გიყვარს? ცეკვა. და ვინ გინდა რომ გამოხვიდე? მოცეკვავე. დადი ხარ ცეკვა? დადი. დიახ. სადადი ხარ? არის გახსნილი? დიახ. გიორგისთან. ეგ სხვაგან არის წასული და მასწავლებლები დაგვიტოვა. რომელიც ცეკვას გვასწავლის. ოჩა, კარგი. შენ პატარა. მე მქვია ანა ვარ 11 წლის. და ვინ გინდა რომ მე მინდა გამოვიდე მოდელი. კარგია. გამარჯობა, მე ვარ სან ნარიკაშვილი და მინდა გამოვიდე მოჭიდაო. აჰა, დადი ხარ ჭიდაო? დიახ. ძალიან კარგი. მადლობა. გამარჯობათ, მე ვარ ნუცა ტერნაშვილი და მე მინდა რომ გამოვიდე ცეკვის მასწავლებელი. დიახ, მე დავდივარ სხვა ანსამბლში, ეგრისში დავდივარ. თამარ, ჩვენ შევასრულეთ პირობა და როგორც გველოდებოდნენ, დღეს 23 იანვარია და ჩამოვედით ზერთში, სადაც იყვნენ პატარა მეჯვრისხევის და კიდევ სხვა სოფლის წარმომადგენლები, ჩვენ ახალი ბავშვებიც გავიცანით. მე პირადად კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ აქ გავაკეთოთ სალონი, რადგანაც ბავშვებმა ითხოვეს ბიბლიოთეკა, ითხოვეს საღამოები, შეხვედრები მწერლებთან და პოეტებთან. აი, როგორი არის შენი ემოცია, შენი ხელით დაურიგე ჟურნალი ბავშვებს და მე მგონი უკვე 1 საათია ბავშვები გელაპარაკებიან. დღევანდელი დღე ნამდვილად შედგა და ძალიან დასამახსოვრებელი იყო. ბავშვები იყვნენ გახარებულები, რა თქმა უნდა, ჟურნალები, თავიანთი ფოტოები იყო განთავსებული ჟურნალებში. რა თქმა უნდა, ახალი საქმის კეთება მისაღებია ყველასთვის. შემოგვიერთდა ადამიანები ჯგუფი, რომლებმაც გაიზიარეს ჩვენი მოწოდება და თანაგზნობა გამოთქვეს საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ბავშვების მიმართ. ამიტომ გაკეთდება აუცილებლად ლიტერატურული სალონი ჩვენი შემოგარენის სოფელში მაცხოვრებელი ბავშვებისთვის, რომლებიც ეზიარებიან შემოქმედების საქმიანობით იქნებიან დაკავებულები.
ანუ ეზიარებიან შემოქმედებას. სალონის გასაკეთებლად, ვისაც კი რამე საშუალება გაგაჩნიათ, გვინდა რომ ეს დახმარებას აუცილებლად მივიღებთ. ნებისმიერი რამ შეიძლება ინვენტარი იყოს, დაუშვათ, სამშენებლო. ხო, რა თქმა უნდა, თამარ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ის ადამიანი თანხაზადებს თუ რა. 1 კილო თაბაშირიც კი ძალიან მნიშვნელოვანია. 1 აგურიც კი მარტო თაბაშირი არა, 1 აგურიც კი მნიშვნელოვანი იქნება კეთილ. თუმცა ინვენტარი წინაზე ჩვენ ჩამოვიტანეთ, ინვენტარი დაღჭურვილი იქნება. რა თქმა უნდა, ჯერ მთავარია დავიწყოთ. და რახან უკვე დაიწყო ეს საქმე, საშვილთაშვილო საქმე, ეს გაგრძელდება და თქვენი დახმარების იმედი გვაქვს. კი ბატონო